მოგესალმებით. ამ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებთ პირობითი ფორმატირების შესახებ. ეს არის ფუნქციონალი, რომელიც მაძლევს საშუალებას გარკვეული შეფერილობა მიცვა უჯრედებს, თუ კი ისინი აკმაყოფილებენ პირობას. პირობა შეიძლება იყოს მაგალითად რიცხობრივ მონაცემის სვეტში არის თუ არა ნიშნულობა მეტი 50000-ზე ამ პირიქით, ტექსტობრივ სვეტში ნახსენები არის თუ არა თერაპია, ან არის თუ არა მასში დუბლირებები. თუმცა ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ჩვენი როდესაც ვქმნით პირობას, მაგალითად ფორმულის მეშვეობით. ამას ვიდეოს ბოლოში ვნახავთ. დავიწყოთ პირველი მაგალითით. წარმოდგენილი მაქვს შემოსავლების სერვისების და მიხედვით, თუმცა ჩემი ამოცანა არის შეფერილობა მივცე ისეთ უჯრედებს შემოსავლების სვეტში, რომლებიც აღემატებიან 50000 ლარს. ამისათვის ჯერ უნდა მოვნიშნოთ დიაპაზონი, ვიმართოთ home ribbons და style სექციაში ვნახავთ conditional formattings, მასზე დაკლიკებით ჩამოიშლება შემდეგი ფანჯარა და highlight cell rule-ში ვნავირჩიოთ greater than. მასზე დაკლიკებით გამოდის შემდეგი ფანჯარა, სადაც უკვე ხელი ვწერთ 50000 ლარს. დავხედავთ, რომ რეალურ დროში აისახება ფორმატირება უჯრედებზე, თუმცა თუ არ მოგწონს შეფერილობა, შეგვიძლია იგი გადავცვალოთ შაბლონიდან მწვანეზე. დავაკლიკოთ OK-ს და ჩვენი პირობა მზად არის. ხოლო დამატებით თუ გვაინტერესებს ჩანაწერები, რომლებიც არის ნაკლები 10000 ლარზე, ამისათვის მონიშნავს ტოვებთ, მივმართავთ home ribbons, კვლავ conditional formatting-ში, highlight cell rule-ში. ავირჩევთ ამჯერად less than პირობას. მასზე დაკლიკებით გამოვა იგივე ფანჯარა, თუმცა ახლა რო ჩავწერ 10000 ლარს, ვხედავ, რომ პირობა შესრულდება ნაკლებობის პრინციპით და გააწითლებს ჩანაწერებს. დავუწევთ OK-ს და ისეც მზად არის. რაც შეეხება ტექსტს, მაგალითად გვერდითა სვეტში არის წარმოდგენილი სერვისები და ჩემი ამოცანა არის გამოვკვეთო ისეთი სერვისები, რომლებიც არის თერაპიული. მაგალითად არის ნახსენები მასში თერაპია. ამისათვის მოვნიშნავ უკვე სერვისების ჩამონათვალს. home ribbons-ზე მიმართავ conditional formattings, highlight cell rule-ში კი ამჯერად დავირჩევ text that contains პირობას. მისი გააქტიურებით გამოდის იგივე სტილის ფანჯარა, თუმცა ახლა მეკითხება ტექსტს და ჩავწერ თერაპიას. დავხედავ, რომ დაფორმატირდება ისეთი ჩანაწერები, რომლებიც მოიცავს ამ სიტყვას. თუმცა მოდი ფერი შევცვალოთ ამჯერად ყვითელზე. დავუწევთ OK-ს და ეს პირობაც მზად არის. მოდი ვნახოთ, როგორ დავაფორმატიროთ დუბლირებული ჩანაწერები. მაგალითად, ამ თანამშრომლების სიაში შეიძლება თვალით ვერ აღვიქვათ სწრაფად, თუ კი არის ჩანაწერი ისეთი, რომელიც მეორდება, მაგრამ თუ მოვნიშნავთ ამ არეალს, კვლავ თუ მივმართავთ conditional formattings და highlight cell rule-ში უკვე ავირჩევთ duplicate values, ეს ფანჯარა უკვე მოგცემს ამის საშუალებას, რომ ვაკონტროლოთ ერთი რომ გააფერადოს დუბლირებები, ან გააფერადოს ჩამოშალოთ და ავირჩიოთ უნიკალური ჩანაწერები. დუბლირების შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ჩანაწერი ორჯერ იქნება გამეორებული სამჯერ თუ მეტჯერ, ყოველთვის მიიღებს ერთ და იგივე შეფერილობას. მაგალითად რომ ვნახოთ, სანდრო ჯიქია ორჯერ არის წარმოდგენილი, თუმცა ერთ-ერთ ჩანაწერს გადავარქმევ და აქაც სანდრო ჯიქიას რო ჩავწერ, ხედავ რომ წითელ შეფერილობას იღებს ისიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე და კიდე შეიძლება მეოთხე ჩანაწერად იყოს დამატებული იგი. თუ კი ამოცანა მაქვს შემდეგი სახის, რომ გაფერადეს არათუ შემოსავლები 50000-ის ზემოთ მაგალითად, არამედ გაფერადეს top 10 ჩანაწერი მონიშნულ დიაპაზონში. როგორ ვიქცევი? მოვნიშნოთ ამისათვის არეალი, კვლავ მივაკითხოთ conditional format-ის, ოღონდ ამჯერად ავირჩიოთ top and bottom rules. მასში კიდე ავირჩიოთ top 10 აიტემი. გამოდის შემდეგი ფანჯარა, სადაც უკვე მენუალურად შემიძლია გადავცვალო ეს top 10 ჩანაწერი იქნება თუ top 5 მაგალითად. დავჯერდეთ top 5-ს, ავირჩიოთ ფერი მწვანე და დავაკლიკოთ OK-ს. ხედავ, რომ შეფერილობას მიიღებს 5 ჩანაწერი. ანუ ნახოს ამ სიაში ყველაზე შემოსავლიანი 5 რომელია და გააფერადებს. თუმცა ნახეთ, ყველაზე მინიმალური ამ top 5-ში არის 1550 ლარი. რა მოხდება თუ კიდე რომელიმე ჩანაწერში გამეორდება იგი? ხედავთ, რომ ისიც კი მიიღებს შეფერილობას, ხო? ანუ კიდე ერთიც თუ დამატება, ну 5-ის ნაცვლად უკვე 7 ჩანაწერი იქნება გაფერადებული, იმიტომ რომ top 5-ში რაც მოექცა რიცხობრივი მონაცემით, დაუშვათ მე-5 თუ 10 ჯერ იქნება 20 ჯერ გამეორებული, ისიც კი მოხდება ფორმატირების ქვეშ. ნახოთ სხვა ფუნქციონალებიც. გამოვიყენებ ამ შანსს, რომ გაჩვენოთ, როგორ მოვაშოროთ ფორმატირება უკვე დადებულ დიაპაზონზე. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ მონიშნა, შემდეგ მიმართოთ conditional formattings და ქვემოთ clear rules-ში თუ დავდგებით მასზე მაუსით, გამოვა შემდეგი ფანჯარა, სადაც ავირჩევთ წავშალოთ ფორმატირებები მონიშნული უჯრებიდან თუ მთლიანი გვერდიდან. ამ შემთხვევაში წავშალოთ მხოლოდ მონიშნული გვერდებიდან. და დავუდოთ ფორმატირება თავიდან, ოღონდ ამჯერად conditional formatting-ში ავირჩევთ top and bottom rules-ში top 10%-ს. და რა არის top 10%? ამ სიაში წარმოდგენილი არის 31 ჩანაწერი. top 10% კი წამოიღებს 3.1, ანუ ჩამოამგოლებს 3 ჩანაწერამდე. ეს გულისხმობს, რომ მაგალითად 31 ჩანაწერში, ანუ პირობითად ავიღოთ 30 ჩანაწერში, top განისაზღვრება უკვე 3 ჩანაწერზე თუ დავითვლით 10%-ად. ეს კარგიც არის, რადგან 100 ჩანაწერზე შეიძლება top 10 მნიშვნელობა საინტერესო იყოს, თუმცა 100000 ჩანაწერზე ნაკლებად. ხოლო თუ პროცენტს მივაბადოთ მტკრივების რაოდენობას, იმის დამიხედვით, რამდენი ჩანაწერიც იქნება, შესაბამისად დაკომპლექტდება top 10, top 20 თუ ასე შემდეგ პროცენტი მნიშვნელობების. ამიტომ მივმართოთ conditional formatting-ს, ავირჩიოთ top 10%, გადავიყვანოთ მწვანეზე და დავჭიროთ OK-ს. top 10 ამ შემთხვევაში ბუნებრივია პროცენტის სახით უნდა იყოს 3 ჩანაწერი, თუმცა ვინაიდან 1600 ორჯერ მეორდება,
ანუ top 3 განისაზღვრა 1600-ის ჩათვლით, მაგრამ 1600 ორჯერ არის, ამიტომ გაფერადდა 4 ჩანაწერი. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს მონიშნავთ არეალს, მიმართავთ conditional formatting-ს და ამჯერად ავირჩევთ bottom 10 items ან bottom 10 procents. ნუ bottom 10 item-ი არის ყველაზე ნაკლებად შემოსავლიანი ამ შემთხვევაში 10 ჩანაწერი, bottom 10% კი იგივე პრინციპით, იმის მიხედვით რამდენი მწკრივი არის, იმ მწკრივების რაოდენობის 10% განსაზღვრავს top ან bottom ამ და ამ ჩანაწერს. ავირჩევთ ბარემ bottom 10%, აქაც დავტოვოთ 10% და დავაჭიროთ OK-ს. ხედავ რომ ყველაზე ნაკლებად შემოსავლიანი 3 ჩანაწერი გაწითლდა. მოდი გავაუქმოთ ეს ფორმატი და ვნახოთ შემდეგი მაგალითი. კვლავ გამოვიძახოთ top and bottom rule და ამჯერად ავირჩიოთ above average. მასზე დაკლიკებით თავისით განსაზღვრავს Excel-ი, რომ აქ საშუალო მონაცემი არის 851 და მასზე ზემოთ რაც იქნება, ყველაფერს მისცემს შეფერილობას. ავირჩიოთ მწვანე, დავაჭიროთ OK. კიდევ ერთხელ გამოვიძახოთ, ამჯერად below average-ი, რომელიც დანარჩენ მონაცემებს მისცემს ფორმატირებას. ამ შემთხვევაში დავტოვოთ წითელი. აქ კარგი ის არის, რომ ეს არის რეალურ დროში ასახული ფორმატირება, რომელიმე მონაცემს თუ გავზრდით, ბუნებრივია საშუალოდ გადაიხრება, აქედან გამომდინარე ფორმატირებაც გაყვება ახალ მნიშვნელობას. გადავიდეთ მეორე გვერდზე. აქ გვაქვს შემოსავლების სადაზღვევებისგან მიხედვით თვეებზე გაშლილი და ასევე გვაქვს დაჯამებული total სვეტი, სადაც ჯამდება ყველა არსებული თვის მონაცემი. მე მინდა რომ ეს სვეტი გამოისახოს data bar-ის ფორმატით. მოვნიშნოთ იგი, დავუკლიკოთ conditional formatting-ს, data bar-ში კი ავირჩიოთ ნებისმიერი. აქ ასარჩევი მაქვს ერთადერთი მხოლოდ ფერი, შინაარსობრივად და ფუნქციონალურად ერთი და იგივე არის. ავირჩიოთ დავუშვათ ლურჯი. და ხედავ უკვე რომ პროპორციულად გადანაწილდება ესეთი შემოსავლები, რომლებიც წარმოადგენს მაქსიმუმს, მიიღებს მაქსიმალურად შევსებულ უჯრას და დანარჩენები მასთან პროპორციაში გადანაწილდებიან. თუ მსურს არსებული ფორმატი დავაკორექტირო, ამასაც უნდა ვიყო იმ არეალზე, რომელზეც ვრცელდება იგი, ან მონიშნული მქონდეს უჯრების სახით, მე მიმართო conditional formatting-ს და ავირჩიო manage rules-ი. გამოდი შემდეგი ფანჯარა, სადაც უკვე ჩამონათვალი იქნება თუ მრავლობითი ფორმატირება დევს, მაგრამ ამ შემთხვევაში data bar-ი მაინტერესებს, დავაკლიკებ ორჯერ და გამოვა დამატებითი ფუნქციონალების ფანჯარა. ამ შემთხვევაში ვდგავარ data bar-ზე კვლავ და მინდა ავირჩიო განსხვავებული ფერი. როგორც ხედავ, აქ აღარ ვარ შეზღუდული შაბლონით, შემიძლია ავირჩიო ნებისმიერი ფერი და რაც საინტერესოა, შემიძლია ავირჩიო გამოჩნდეს მხოლოდ ბარები, ანუ დაიმალოს რიცხობრივი მნიშვნელობები. მოდი გავაქტიუროთ. დავაკლიკოთ OK-ს და როგორც ხედავთ, რიცხობრივი მონაცემები დაიმალა. ფუნქცია კი რა თქმა უნდა კვლავ აქტიურია. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე. სკრიფტის ჯამში წარმოდგენილი არის შემოსავლები ამჯერად დაჯამებული თვეების და მიხედვით. მე მაინტერესებს დინამიკაში ვნახო ეს შემოსავლები როგორ იცვლება თვიდან თვემდე და რაღაც გარკვეული შეფერილობა დამეხმაროს ამაში. მოდი მოვნიშნოთ არეალი, დავაკლიკოთ conditional formatting-ს და ავირჩიოთ color scales. აქ უკვე არჩევანი მაქვს შაბლონებს შორის, არის სამფერიანი შაბლონი, ეს არის მწვანე, ყვითელი, წითელი, ანუ მაქსიმალური მონაცემი იქნება მწვანე, შუალედური, ყვითელი და მინიმალური წითელი. მოდი ავირჩიოთ ეს. და უკვე ვხედავ რომელი იყო შემოსავლების კუთხით, კარგი თვე ან ცუდი თვე, ან თუნდაც ნეიტრალური. ალტერნატიული მეთოდით შემიძლია გავაქრო ეს ფორმატირება. თავიდან დავდგე conditional formatting-ზე color scales და ამჯერად მივმართო more rules. გაიხსნება იგივე ფანჯარა, სადაც მანევრირების საშუალება მეძლევა მეტი. აქ იყო ის data bar-ში, თუმცა ამჯერად მოდი დავტოვოთ two color scales-ზე და ჩემით ავირჩევ მინიმალურ და მაქსიმალურ ფერებს. მინიმალური იყოს მკრთალი ლურჯი და მაქსიმალური იყოს მაგალითად შედარებით მუქი მწვანე. დავაკლიკოთ OK-ს და ვხედავ, რომ ფორმატირება მზად არის. ახლა ვნახოთ ცვლილებების დინამიკა. მოვნიშნოთ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის შემოსავლები თვეების ჭრილში, მიმართოთ conditional formatting და ამჯერად დავირჩიოთ icon sets. აქ მექნება არჩევანი ფორმატირებებს შორის და ის ისრები, რაც მაგალითად აქ არის წარმოდგენილი, უკვე ამჯერად წინა უჯრასთან შედარებით გვაჩვენებს გაიზარდა მნიშვნელობა თუ შემცირდა. თუ ავირჩევ დავუშვათ პირველს, ხედავ, რომ ნეიტრალური ცვლილება კლება წინა უჯრასთან შედარებით, ზრდადობა და ნეიტრალური და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აქ არჩევანი მაქვს შემდეგნაირი. შემიძლია ავირჩიოთ მინიმალური დეტალიზაციით, ანუ ზრდა, ნეიტრალური და კლება, ან მაქსიმალური დეტალიზაციით, სადაც მეტნაკლებად ზრდას და მეტნაკლებად კლებაც არის წარმოდგენილი. მოდი ეგეც ავირჩიოთ. სამწუხაროდ ამას ერთიანად ვერ გადავავრცელებ ყველა ჩანაწერზე, ვინაიდან თუ ამას გავაკეთებ, Excel-ი აღიქვამს, რომ ყველა მონაწილე უჯრა ერთმანეთთან დაკავშირებული არის, რაც შინაარსობრივად არ იქნება სწორი, ვინაიდან ყველა ცალკეული მწკრივი არის ცალკეული სადაზღვევო კომპანია. ამიტომ იძულებულები ვართ, რომ დავაკოპიროთ ჩვენს მიერ გააქტიურებული ფორმატი და გადავავრცელოთ ქვედა უჯრებზე. Paste და paste ფორმატი. ეს უნდა გავიმეოროთ რამდენჯერმე. შეგვიძლია გამოვიყენოთ shortcut-ი Ctrl+C, Alt+E+S-ი გახსნით space specials და აქ underline-ები რაც შეგვხვდება დასახლებებს შორის, ამ შემთხვევაში ფორმატის underline-ი T მიგვითითებს, რომ T ღილაკის გააქტიურებით იგი მოინიშნება, Enter. Ctrl+C, Alt+E+S-ი
T enter-ი. ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი, ჩვენს მიერ შექმნილი პირობით გააქტიურებული ფორმატირება. მოცემულ ცხრილში მაქვს ჩანაწერები, ვიზიტები და კვირის დღეები წარმოდგენილი. მე მინდა მთლიანი მწკრივი გაფერადდეს იმ შემთხვევაში, თუ weekday, ანუ კვირის დღე იქნება შაბათი და კვირა. ამისათვის მოვნიშნოთ არეალი, მივმართოთ conditional formatting-ს და უკვე ავირჩიოთ new rule. new rule გახსნის ისევ იმ ფორმატირების ფანჯარას, სადაც საშუალება მქონდა, რომ color scales-ი და data bars-ი ჩემი ხელით ჩამესწორებინა როგორც ფერი, ისე სტილი. თუმცა ყველაზე საინტერესო უნდა იყოს აი ეს, use formula to determine which cells to format. ანუ მე თვითონ უნდა გავსაზღვრო ფორმულა, რომ პირობა შესრულდეს. ახლა როგორ ვიქცევით ასეთ დროს? იდეაში მე რო გავაგებინო ფორმატირებას რომელი უჯრა გაფერადდეს, უნდა შევქმნა ერთგვარი ლოგიკური შედეგი, მაგალითად დავაბრუნო ან true ან false. მაგალითად როგორ შევამოწმო weekday switch-ი არის თუ არა Saturday ან Sunday. წერაკ ტოლობას, მივმართო ფუნქცია ors, რომელიც არის ან პირობა, ბუნებრივი ერთი უჯრა უნდა შემოწმდეს ორივე ვარიანტზე, უნდა იყოს ან Saturday ან Sunday. ორ პირობა კიდე ზუსტად ამის საშუალებას მაძლევს, რადგან ერთდროულად Saturday-ს და Sunday ვერ იქნება, ორ ფუნქციაში მოქცეული ლოგიკები ერთ-ერთი შემთხვევაშიც კი დააბრუნებს true-ს და ზუსტად რომ true სურს რომ დაბრუნდეს, რომ პირობა შედგეს. მოვნიშნოთ პირველ უჯრას M9-ს და დააკვირდით გაიყინება როგორც მწკრივი ისე სვეტი. ეს გაყინვა რისთვის არის საჭირო, აქ ჩამორჩილებას არ ვაპირებ. გაყინვა იმიტომ ხდება, რომ მონიშნულ არეალში შეუზღუდავი უჯრა დაიწყებს ჯერ პირველი მწკრივის შემოწმებას, ყველა სვეტს მოივლის და გადავა ქვედა მწკრივზე, ასე შემდეგ, გაივლის ყველა უჯრა, სანამ არ აღმოჩნდება ბოლო მონიშნულ უჯრაზე. ეს რო არ მოხდეს და მე შევზღუდო მოძრაობა მხოლოდ სვეტზე, ბუნებრივია უნდა გაიყინოს მხოლოდ M-ი. ანუ F4-ს დავაჭერ მანამ, სანამ დოლარის ნიშანი მხოლოდ M-ის წინ არ დადგება. გავუტოლოთ ეს ტექსტს ბრჭყალებში Saturday, დავხუროთ ბრჭყალი, ეს პირველი პირობა არის მძიმე და იგივე უჯრა, M9 უჯრა, ესეც გავყინოთ მხოლოდ M-ზე, გავუტოლოთ Sundays. დავხურეთ ბრჭყალი, დავხურეთ ბრჭყილი. პირობა შედგა, ან დაბრუნება true ან false. Friday ბუნებრივი არც ერთი არ არის, ამიტომ conditional formatting-ისთვის ეს იგივე რაც false, მაგრამ ქვედა Saturday true იქნება. ზუსტად true სადაც იქნება, იქ გააქტიურდება ფორმატი. მაგრამ დააკვირდით, მე ჯერ პირობა მაქვს, მაგრამ ფორმატი არა. ფორმატის სასარჩევად ვაჭერთ format ღილაკს, გამოდის შემდეგი ფანჯარა და მოდი აქ რაღაც მარტივი ავარჩიოთ, მაგალითად fill-ში, background-ში მივცეთ ღია ლურჯი შეფერილობა და font-ში თვითონ ტექსტს მივცეთ მუქი ლურჯი შეფერილობა და მოდი მივცეთ bold-იც. დავკლიკოთ OK-ს, ნახავთ preview-ზე გამოჩნდება როგორი ტიპის ფორმატი აისახება უჯრებზე. დავჭიროთ OK-ს და ვხედავ, რომ პირობა წარმატებით შესრულდა. თუ კი რომელიმე ჩანაწერს შემდგომ გარდაგვქნი და დავწერ მაგალითად Sunday-ს, ვხედავ, რომ რეალურ დროში განიცდის იგი ცვლილებას. გვაქვს კიდე ერთი მაგალითი, მაგალითად თანამშრომლები საშტატოში, რომლებსაც აქვთ გამოსაცდელი ვადა და გამოსაცდელი ვადის დასრულების თარიღი. მაგალითად მე HR-ი ვარ და მინდა რომ შევამოწმო, როდის გაზდით ამათ თარიღი, ყოველჯერ როცა გავხსნი ფაილს, განათდეს, ანუ შეფერილობა მიიღოს ისეთმა თანამშრომლებმა, რომლის გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე დარჩა მაგალითად 5 დღეზე ნაკლები. მოვნიშნოთ არეალი. გავაფეროდოთ ისეთი უჯრები, სადაც დარჩენილი არის 5 დღეზე ნაკლები გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე. მივმართოთ conditional formatting-ს, new rules და იგივე ფანჯარაში ვწერთ შემდეგს. დავდგეთ ფორმულის გამოყენებაზე და ტოლობა. როგორ შევამოწმო? უმარტივესი მეთოდი არის გამოვაკლო გამოსაცდელი ვადის თარიღს დღევანდელი თარიღი და თუ სხვაობა ამ ორ თარიღს შორის არის 5 რიცხვზე ნაკლები ან ტოლი, მაშინ პირობა იქნება true, შესაბამისად დაედება ფერიც. ამიტომ ცხილს გავხსნი, ავირჩევ გამოსაცდელი ვადის დასრულების უჯრას, იგივე პრინციპით გავყინავთ მხოლოდ სვეტზე, X9-ზე ამ შემთხვევაში. გამოვაკლებ უკვე ფუნქცია today-ს, რადგან ხელით ჩაწერას აზრი არ აქვს, დღეს თუ ჩავწერ მაგალითად 28 მაისს, ხვალაც 28 მაისს შეხედავს. ხო, მე მინდა ფუნქცია today, რომელიც ხვალ შეხედავს ხვალინდელს, ზეგინდელ თარიღს. დავხურეთ ბრჭყილი და უკვე ამ სხვაობას ვამოწმებ, არის თუ არა იგი ნაკლები ან ტოლი 5-ზე. ბუნებრივია true იქნება, გაფერადდება, არ იქნება true, დარჩება როგორც არის. აქაც ვირჩევ ფორმატს, შეფერილობა მივცეთ ამ შემთხვევაში ღია სტაფილოსფერი, ფონტი ავირჩიოთ ცოტა მუქი წითელი, bold-ი, დავწვეთ OK-ს, დავწვეთ OK-ს. და ვხედავ, რომ მართლაც ისეთი ჩანაწერები გაფერადდა, სადაც გამოსაცდელი ვადა იწურება 5 დღეზე ნაკლებ პერიოდში. მადლობა ყურადღებისათვის. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოს თემა და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.